კონგოს სურჩხულები. როდესაც სექსი გინდება ქალთან, საკუთარ თავს ვეღარ აკონტროლებ და დაუყოვნებლივ ვიწყებ მის ძებნას. როდესაც გოგოებს ვაუპატიურებთ, პირში ნაჭერს ვჩრით. კივილი რომ ვერავინ გაიგოს. ერთი აუპატიურებს და დანარჩენები აკავებენ. როდესაც ერთი დაამთავრებს, მერე მეორეს ჯერია. ყველა რომ დაამთავრებს, სიქაურობას ვეცლებით. $1996 წლის შემდეგ კონგოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ბევრი ომი გადაიტანა. 30,000-მა ჯარისკაცმა იმსახურა ეროვნულ ჯარში. გარდა ამისა, ქვეყანაში 50,000 ამბოხებულია. 150,000-ზე მეტი ქალი და გოგონა იქნა გაუპატიურებული. ბევრი სექსუალურ ძალადობას სისტემატიურად იყენებს როგორც ომის იარაღს. კაპიტანი ბასიმა, კონგოს მეათე რეგიონის ეროვნული არმია. ჩვენი არმიის ჯარისკაცები ეროვნული უსაფრთხოების სვეტები არიან. უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის კი საჭიროა რომ ქალებს პატივს სცემდეთ. ჯარისკაცი ქალს პატივს უნდა სცემდეს. მე ბევრ ჯარისკაცთან მილაპარაკია. ისინი ამბობენ, რომ გამარჯვების შემდეგ ქალს უყურებენ როგორც ჯილდოს, როგორც რაღაც ნივთს. ამიტომ ჩვენ უნდა ავუხსნათ მათ, რომ ბრძოლის დროს მათ ქალები და კაცები უნდა დაიცვან. ხალხმა თვალები უნდა გაახილოს. მათ უნდა დაინახონ, რამდენად დიდი პრობლემაა ეს და რა შედეგები მოყვება ამას საზოგადოებისთვის. ფსიქოთერაპიის ცენტრი. მიმღებში უნდა დავრეგისტრირდე. ექიმი უნდა ვნახო. თავში რაღაც პრობლემა მაქვს. ცოლი ყავთ? არა. არასდროს ყოლიათ? არა. სკოლაში დადიოდით? დიახ. რამდენი ხანი?
მეშვიდე კლასამდე. ახლა რა საკეთებთ? უმუშევარი ვარ. უმუშევარი? ჯარისკაცის კუდი რატომ გახურავს? ჯარში ნამყოფი ხარ? ჰა, მაგრამ მე უკვე უკან მოვიტოვე. რატომ მოხვედით დღეს აქ? ჯარში რა ხდებოდა? შეგიძლია მომიყვე? ჯარში ბევრი რამ ხდებოდა. კანაფს ვეწეოდით, ხალხს ვცემდით. ვაუპატიურებდით. ბევრი ცუდი რაღაც გვაქვს გაკეთებული. ცხოველები ვიტვიყავით. ეს ორმა რაღაცამ გამოიწვია. გაყიდვების მენეჯერი ვიყავი, მაგრამ საქმე ცუდად წავიდა. შემდეგ საცოლემ მიმატოვა. გაუბრაზდი და გადავწყვიტე ამბოხებულებს შევერთებოდი. ძალიან გაბრაზებული ვიყავი. გაწბილებული. ექვსი თვე გვავარჯიშეს. იარაღის ფორმის ჯოხები დაგვირიგეს და სამხედრო ცხოვრება გვასწავლეს. ჩვენც წესებს მივყვებოდით. თავდაპირველად მოსახლეობა მხარს გვიჭერდა. ჩვენ მათთვის ვიბრძოდით. მაგრამ ფულს არავინ გვიხდიდა. ამიტომ მოსახლეობას საჭმელს ვთხოვდით, რომ ცოცხლები დავრჩენილიყავით. მაგრამ მოსახლეობამ უარი გვითხრა. სწორედ ამის შემდეგ გადავედით საკუთარი თავის გადარჩენაზე. ყაჩაღობა და გაუპატიურება ჩვენი მთავარი სტრატეგია იყო. რაზმში სამი საუკეთესო მეგობარი მყავდა. როდესაც მე ვაუპატიურებდი ვინმეს, ისინი ყოველთვის ჩემთან ერთად იყვნენ. სულ ერთად მუშაობდით. ერთი დიდი მდინარე იყო, რომელშიც ხალხი ტანსაცმელს რეცხავდა. იქ ქალი იყო, რომელსაც ჩვენი ტანსაცმელი მივეცით, რომ გაერეცხა. სამჯერ გადავტენე იარაღი და ასე შევაშინე. არ გამისროლია. გადატენვის ხმა საკმარისი აღმოჩნდა. შემდეგ ფეხები გავუშალეთ. გავაკავეთ და ტანსაცმელი გავხადეთ. მერე ერთ-ერთმა ჩვენგანმა ნაჭერი ჩაუდო პირში. აი ასე. საქმეს რომ მოვრჩით, ვცემეთ და წამოვედით. ასე ხშირად ვიქცეოდეთ. ტანსაცმელს ვრეცხავდი მდინარეზე. და
სამი ჯარისკაცი დავინახე. თავიანთი ტანსაცმელი მომიტანეს. გაგვირეცხავა მთხოვეს. მე ვუთხარი, ჯერ ჩემი არ გამირეცხავს მეთქი. ამაზე ერთ-ერთი გაბრაზდა და ჯოხით მცემა. იმან, რომელსაც იარაღი ჰქონდა, ფეხები გამეშლევინა. თავიდან იმით შემაშინეს, რომ ჰაერში გაისროლეს. მერე გამაუპატიურეს. სხვას არაფერს ვიტყვი, იმიტომ რომ ამის გახსენება არ მინდა. ამბოხებულთა რეინტეგრაციის ბანაკი. ჩრდილოეთ კივო. პოლკოვნიკო, პატივისცემით მოგესალმებით. მე კაპიტანი ბასიმა ვარ. იმისთვის მოვიდი, რომ სექსუალური ძალადობის შესახებ მოგახსენოთ. როდესაც ჯარისკაცი ველზე გადის, მან მოსახლეობის მიმართ პატივისცემა უნდა გამოიჩინოს. ჩვენ რეფორმა გვინდა. ერთიანი არმია უნდა შევქმნათ, რომ კონგო დავიცვათ. ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის. ჩვენ თუ თქვენ, თქვენს ჩვენაირები ხართ. ყველა ერთნი ვართ აქ. ეს უნდა გესმოდეთ. არა, ჩვენ ჯერ არ გავერთიანებულ ვართ. თქვენ ჯარზე საუბრობთ. თქვენთან ინტეგრირებულები ჯერ არ ვართ. შეიძლება თქვენ გინდათ ასე, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის. აქ იმიტომ მოვედი, რომ მალე გაერთიანებულები ვიქნებით. კაპიტანო, ეს რა ინფორმაციაა? ჩვენ კონგოში სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ვიბრძვით. ახლა მაგაზე ჩვენი შეწუხების დრო არ არის. ყველა გამწარებულები ვართ. მთავრობასთან დასალაგებელი გვაქვს საქმეები და ამიტომ შვიდად ვერ ვიქნებით. მაგაზე მაშინ ვისაუბროთ, როცა ჩვენი პრობლემა მოგვარდება. ვფიქრობ, სხვებიც მეთანხმებიან ამაში. ასე რომ ჩაალაგეთ თქვენი ნივთები და წადით. როცა მშვიდობა იქნება, მაშინ მოდით. ჩვენთან ახლა ომია. ომიცით არა? ახლა ამისთვის არავის ცხელა. მე ამბოხებს საერთოდ არ აღელვებდათ ჩემი ამბები. ალბათ რომ გავხდი გამომაგდეს. ნაცვლად იმისა, რომ დამხმარებოდნენ. მათ ადამიანები არ აინტერესებთ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე. ისევ სამოქალაქო პირი გამხდარიყავი. სხვა გზა არ მქონდა. ამბოხებულებთან ერთად ცხოვრების შესახებ მხოლოდ საუკეთესო მეგობრებს ვამბე. ამის შემდეგ ზოგიერთს ისე შეეშინდა, რომ კავშირი გაწყვიტა ჩემთან. იფიქრეს, რომ პრობლემებს შევუქმნიდე. როდესაც ვიძინებ, სულ იმ ცუდ საქმეებზე ვფიქრობ, რომლებიც ამბოხებულობის დროს გამიკეთებია. ამას ვაღიარებ და ძალიან ვნანობ, რომ ცხოველივით ვიქცეოდე. ჩემი ტვინი არ მუშაობდა ისე, როგორც ჩვეულებრივი ადამიანის ტვინი. ველური პირუტყვი ვიყავი. კონგოში 60-ზე მეტი შეიარაღებული ჯგუფია. ყველა მათგანს პოლიტიკური და ეკონომიკური ამბიციები აქვს.
ამიტომ სიტუაცია ძალიან რთულია. სწორედ ამიტომ არ სრულდება კონგოში კონფლიქტები. კაპიტანი ტეილორი, სახალხო თავდაცვის ეროვნული კონგრესი, ნკუდას არმია. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ სექსუალური ძალადობა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი იარაღი იყო. ჩვენი ჯგუფის ლიდერები საიდუმლო შეხვედრებს მართავდნენ პოლკოვნიკებს, გენერლებსა და მაიორებს შორის, რომ ეს საკითხი განეხილათ. ჩვენც ვიგონებდით სტრატეგიებს, რომლებსაც რიგითი მებრძოლები ვერ გაიგებდნენ. ამას კონგოს მთავრობის პროვოცირებისთვის ვაკეთებდით. ჩვენ ასეთ ბრძანებას არავის ვაძლევდით, მაგრამ თუ მებრძოლები ვინმეს გააუპატიურებდნენ, მათით ვამაყობდით. როდესაც ამბოხებულები მტერს ამარცხებენ, შემდეგ მათ ქალებს აუპატიურებენ და ასე ახდენენ მათ დემორალიზებას. თქვენ წარმოიდგინეთ, სწორედ სექსუალურმა ძალადობამ აიძულა მთავრობა მოლაპარაკებებზე წამოსულიყო ჩვენთან და ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმებულიყო. სწორედ ამან მოგცა საშუალება ჯუნგლებიდან გამოსულიყავით და გომაში შევსულიყავით. მათ უბრალოდ დაინახეს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში გაუპატიურებები გაგრძელდებოდა. რიგითი კასარეკა მაი სიმბა, ამბოხებული. ჩვენი სტრატეგია იყო საკუთარ სხეულზე მაგიური ძალის მქონე სვირინგების გაკეთება. ჩვენ მას კერდები და გენიტალიები მოვაჭერით და მზეზე გასაშრობად დავდეთ. შემდეგ ჩვენმა ჯადოქარმა ფერფლი სვირინგებისთვის გამოიყენა. მის შემდეგ ტყუები აღარ კლავდა, მაგრამ ჩვენი ტყუები მტერს წარმატებით ხვდებოდა, იმიტომ რომ მათ მაგია არ ეხმარებოდათ. აი ეს ნაიარევები დამრჩა სვირინგებისგან. ჯარში ასეა და სხვისი აზრი არ გაინტერესებს. თუ საჭირო იქნება, საკუთარ მშობლებსაც მოკლავ. ჯარში მთავარი ბრძანების შესრულებაა. არანაირი მოწყალება არ არსებობს. რამ გაიძულათ გაუპატიურება? ახლა ხომ თავისუფლად შეგიძლიათ ამაზე საუბარი. როცა ამაზე ბევრს საუბრობ, ნერვიულობ და ღამე კოშმარები მესისმრება. ამიტომ ვცდილობ არ გავიხსენო. ამ გაუპატიურებებზე, მკვლელობებზე და სხვა დანაშაულებზე ხშირად არ ფიქრობ. ამაზე ფიქრი აღარ მინდა. ნანობ შენს აქციელს. ძალიან. და სწორედ ამიტომ მირჩევნია, რომ ამაზე არ ვისაუბრო. მაგრამ უკეთ რომ გახდე, ამაზე ხშირად უნდა ილაპარაკო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვილაპარაკო. აუცილებელი არ არის ყველას უთხრა, მაგრამ ვინმესთან უნდა ილაპარაკო. ექიმთან მაინც. წამალი მინდა რომ მომარჩინოს. ძალიან ცუდად ვარ. ზოგიერთი ადამიანი ავადმყოფობას თავს აღწევს, მაგრამ ჩემი ავადმყოფობა სხვანაირია. ის თავისით არ მორჩება. ამიტომ წამალი მჭირდება. ჩვენ მაგას პოსტტრაუმული სტრესის სინდრომს უწოდებთ. როდესაც ჩადენილი დანაშაულები გიბრუნდება. სწორედ ამიტომ გიჭირს ამ პრობლემასთან გამკლავება.
როდესაც რამეზე გაწმულებული ხარ, უბრალოდ ივიწყებ და ცხოვრებას აგრძელებ. მაგრამ როდესაც რაღაც ცუდი დაგემართება, ისეთი გრძნობაა, თითქოს სამყარო გაჩერდა. მე უბრალოდ რამე წამალი მინდა რომ გამოვკეთდა. სხვა არაფერი. კარგი. წამალს გამოგიწერთ. მადლობთ. ფსიქოთერაპიის შემდეგ კურსამდე გემშვიდობებით. კიდე უნდა მოვიდე აქ? რა თქმა უნდა. კარგი. სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ მაშინ ავჯანყდი, როდესაც მისი მოწმე გავხდი. როდესაც კონგოს დემოკრატიული გაერთიანების წინააღმდეგ ვიბრძოდი, სამხედრო ოპერაციების დროს რაიმე სახის მკაფიო ბრძანებები არ მიგვიღია. მაგრამ ჯარისკაცებს სტიმული ეძლეოდათ, რომ მეძალადათ. ვეუბნებოდნენ, როდესაც რომელიმე სოფელს აიღებთ, ყველაფერი თქვენია, რასაც იქ ნახავთ. ქალები, სურსათი, ყველაფერი. კაცმა რომ თქვას, ამას ბრძანებად შეიძლება ეწოდოს. მიდი აიღე და გაერთე. ასე გაგრძელება აღარ მინდოდა. ამიტომ ეკლესიაში წავედი. სადაც მეათე სამხედრო დივიზიის პასტორი გავხდი. ხშირად ჯარისკაცები ჩვენს ძალას ვიყენებთ იმისთვის, რომ ქალებზე ვიძალადოთ. ზოგიერთი ვინც გააუპატიურეს, ახლა ჯარისკაცების ცოლები არიან, იმიტომ რომ ქალიშვილობა დაკარგეს. გამოდი აქ დადექი. იქით მიტრიალდი. დაიწყე. ღვთისმშვილებო, ალილუია. ღვთისმშვილებო, ალილუია. ღმერთმა დაგლოცოთ. ღმერთმა დაგლოცოს. ეს ჩემი ქალიშვილია. გინდა იჯერე, გინდა რა. როდესაც ომში ვიყავით, ამასაკის ქალები მყავდა. მე ვთვლიდი, რომ ამაში ცუდი არაფერი იყო. ისინი მეორე მამას მიწოდებდნენ. ერთ დღეს ერთი მყავდა, მეორე დღეს მეორე. მაშინ ჯარისკაცები ვიყავით და ძალაუფლება გქონდა. დამიჯერეთ, რასაც ვამბობ. ყველაფერი ზუსტად ასე იყო. დაჯექიშვილო. მათ რიგში ვაყენებდი. ისინი შეშინებულები იყვნენ. როდესაც მათ სოფელში შევედით, ჩვენ ამას სიყვარულის გამო არ ვაკეთებდით. რიგში დავაყენებდით და მკერდს უმოწმებდით. ეს არა. ეს კარგია. და ახლა თქვენს წინაშე ვდგავარ. ჯერ ბოლომდე არ შევცვლილ ვარ. ილოცეთ ჩემთვის. ალილუია. უფალი კრძალავს ასეთ ძალადობას, იმიტომ რომ გაუპატიურებული ქალი მთელი დარჩენილი ცხოვრება დაღდასმულია. ის მუდამ შერცხვენილი იქნება და საზოგადოებაში სახეს კარგავს. უფალი ასეთ ძალადობას კრძალავს. ამინ. ამინ. ჰალდოლი ინიშნება დელირიუმის და აღგზნებული ქცევის ხანგრძლივი კურნალობისთვის, რის შედეგადაც პაციენტი საზოგადოებაში
რეინტეგრაციას უფრო ადვილად შეძლებს. თუ ამის მიღებას შეწყვეტ, ავადმყოფობა ისევ დაბრუნდება და ისევ გამიჩნდება სექსუალური ძალადობის, ქალების წინააღმდეგ ძალის გამოყენების სურვილი. როცა წამალი არ მაქვს მუსიკას უსმენ ხოლმე. ცუდი მოგონებები რომ მიბრუნდება, მაშინაც მუსიკას უსმენ. მუსიკა ჩემთვის ერთგვარი ყურადღების გადატანის საშუალებაა. როცა ცუდად ვარ, ყოველთვის მუსიკას ვრთავ და ვცდილობ რომ არაფერზე ვიფიქრო. ოქროს მოპოვება მძიმე სამუშაოა. კვირაში 4-ჯერ ვაკეთებთ ამას. 4 დღეში $1.50 შოვლობ. ეს სამუშაო ისეთი ადამიანებისთვისაა, ვისაც სხვა არაფერი აქვს. რადგან არაფერი მაქვს იმ ადამიანების მეშინია, ვისაც ცუდი რაღაცები გაუკეთე. ვერაფერს ვაძლევ მათ პატიების სანაცვლოდ. ახლა, როდესაც გონება გამეწმინდა და ისევ ადამიანების გვერდით ვარ, პატიებას ვეძებ. ამ ყველაფერს ძალიან ვნანობ. მინდა რომ ნორმალურ საზოგადოებას დაუბრუნდე. თავი მათ ნაწილად ვიგრძნო. დედა, მამიკო მოდის. მართლა მოდის. გამარჯობა საყვარელო. გამარჯობა პატარო. აი, მამიკო მოვიდა. ჩემო ძვირფასო. ერთხელ როდესაც ჯარში ყოფნის დროს, ქალაქიდან 5 კილომეტრში ვიყავით დაბანაკებულები. ქუჩაში უცნობი გოგონა დავინახე, რომელიც სკოლიდან მოდიოდა. ძღოლს უთხარი რომ გაჩერებულიყო. ძალიან ლამაზი გოგონა იყო. ძალიან. მომეწონა. მაშინ სამოქალაქო ტანსაცმელი მეცვა და რომ გავესაუბრე, მივხვდი რომ მასაც მოვეწონა. თუმცა მერე როდესაც გაიგო რომ ჯარისკაცი ვიყავი, ჩემგან თავის არიდება უნდოდა. მემალებოდა. ამიტომ მასთან შესახვედრად სტრატეგიებს ვიგონებდი. რომ დამინახავდა, ტრიალდებოდა და გარბოდა. მე კი მოკლეზე გადავჭრიდი ხოლმე რომ შევხვედროდი. უკეთ რომ გავიცანით ერთმანეთი. უთხარი რომ მისი ცოლად მოყვანა მინდოდა. პირველ პაემანზე ვუთხარი. დღესვე დარჩი ჩემთან და ჩემი ცოლი გახდი მეთქი. მან კი საჭმელი მომიმზადა და მთხოვა გამიშვიო. მე კი ვუთხარი თუ არ დარჩები გცემა. მოგკლავ მეთქი. აქ დარჩები და ჩემი ცოლი გახდები მეთქი. მას შეეშინდა და ტირილი დაიწყო. მერე სექსი მქონდა მასთან. უბრძანე გაიხადე და დაწექი მეთქი. ასე, პირველი სექსი მისი ნების საწინააღმდეგოდ ჰქონდა. თუმცა რამდენიმე დღეში შემეჩვია. მერე დავქორწინდით და ახლა ნამდვილად ვუყვარვარ. მიხვდა რომ გულწრფელი ვიყავი. ასე ბევრი ჯარისკაცი ქორწინდება. ჩემი შემთხვევა პირველი არ არის.
როცა მას ცოლად გავყევი, ბევრს ვამდა და ბევრს ეწეოდა. ძალიან მალე ვინანე, რომ ცოლად გავყევი. ძალიან აგრესიული იყო და პატარა შეცდომის გამოც კი მცემდა. ზოგჯერ ისე ხშირად მცემდა, რომ მთელი სახე მისივდებოდა ხოლმე. ხალხი მეკითხებოდა, რა გჭირსო? სხონოდა აღიარება. მართლა ხშირად მცემდა. ომიდან სრულიად შეცვლილი დაბრუნდა და ჯავრი ჩემზე იყარა. თითქოს ეს ომი ჩემი ბრალი ყოფილიყოს. ჯარისკაცი შეიძლება ომიდან ჩამოვიდეს, მაგრამ ზოგჯერ ბრძოლა სახლში გრძელდება. ეს ომში მიღებული ტრავმების ბრალია. ამბოხებულები და ჯარისკაცები ერთნაირად იღებენ სტრესს და თუ არ დაეხმარე, სულ ასე გაგრძელდება. ისე იქცევიან თითქოს ისევ ომში იყვნენ. ჩემთვის ეს გაუსაძლისია. მაგრამ რა ვქნა? ვეღარაფერ შევცვლი. გამარჯობა, მოგწანდით. როგორ ხართ? კარგად. სტუმრად მოვიდი. შეიძლება რადიო გამართო. კარგი. ახლა. გასაგებია. მე აშიელი მქვია და ორგანიზაცია გაუდან ვარ. როგორც გავიგე, ჩვენთან საუბარი გსურდათ. შეკითხვები ხომ არ გაქვთ? შერიგების საკითხი მაინტერესებს. შეგიძლიათ მიამბოთ, რა და როგორ მოხდა? რა ჩაიდინეთ? ბევრი ცუდი რამ ჩავიდინე. ქალები და გოგონები გავაუპატიურე და ახლა ამ მოგონებებისგან ვიტანჯები. საშინლად. არ ვიცი. ამ ფიქრებს და ამ ტანჯვას რა მოუხერხო? რომელიმე მათგანს იცნობ, ვინც გააუპატიურე? იმდათ რომ შეხვდეთ? ამის სურვილი გაქვთ? დიახ. გასაგებია. თუმცა მისი რეაქციის მეშინია. თუ მოინდომებს, რომ მომისმინოს. მე ყველაფერს ავუხსნი და ჩემს მიმართ სიძულვილი აღარ ექნება, მაგრამ არ ვიცი რამდენად უნდა ეს. კარგი იქნებოდა რამე რომ მიგეცა მისთვის. ხო, კარგი აზრია. გაქვს რამე, რასაც მისცემდი და დაივიწყებდა. სასამართლოში არ წავალთ, იმიტომ რომ იქ სასჯელს გამოგიტანენ და ჯარიმას დაგიწესებენ. ამიტომ რამე უნდა მისცე. რამე გაქვს? რამეს მომძებნე? კარგი. კარგი. chanson c'est Génération Yasuka. ესაა შენი საჩუქარი. კარგია. რა ხნისა? სამისთვის. რამდენად იყიდე? $15. ახლა რა ღირს? დიდი დრო არ გასულა რაც ხავს. მაგრამ ერთ წელიწადში შეიძლება $100 მისცე. ერწმუნებული ვარ ასე იქნება. კარგი და მზად ხარ რომ აჩუქო? ხო.
ბევრს არაფერს ვიტყვე. მინდა რომ ყველამ თქვენ პრობლემებზე ისაუბროთ, რომ ერთმანეთს დავეხმაროთ და სტაბილურ ცხოვრებას დაუბრუნდეთ. ვის გაწუხებთ წარსულში ჩადენილი და ვის გესიზმრებათ კოშმარები? შეგიძლიათ მითხრათ ამ თემაზე რომ ვისაუბროთ. მესიზმრება კოშმარები, რომ ადამიანებს გვლავ. მესიზმრება რომ მტერს ვაპატიმრებთ. მე ბრძანებას ვიღებ რომ მოუკლა და იმ წამს ვოკლო. გასტროლით ან დანით. ზოგჯერ მესიზმრება რომ ქალი მიდის თავს ვესხმი და ვაუპატიურებ. როდესაც ეს მესიზმრება ყვირილით ვიღვიძებ. საშინელი შეგრძნებაა. საშინელებაა. ვიცი რომ ძალიან მძიმეა. ადრეც მithქვამს, ყველა პრობლემას აქვს გამოსავალი. ახლა კი საკუთარ თავზეც გეტყვით. 6 ქალი მყავს გაუპატიურებული. ომში რომ ვიყავი, თავს ვესხმოდი და ვაუპატიურებდი. შემდეგ ალკოჰოლს და ნარკოტიკებს მივეძალე და კიდევ უფრო აგრესიული გავხდი. ალბათ გესმით რომ ჩემი ცხოვრება ამის მერე საშინელებას დაემსგავსა. შემეძლო თვალის დაუხამხამებლად მომეკლა ადამიანი და გზა გამეგრძელებინა. ზოგჯერ ვინმეს ვცემდი, საათს მოვპარავდი და მივდიოდი. ძალიან ბევრი საშინელება ჩამიდენია. დამიჯერეთ. მაგრამ ახლა უკვე კარგად ვარ. და ყველა მიცის ეს. ყველა მიცის რა ცხოვრებით ცხოვრობ. მე მინდა რომ თქვენც ჩემსავით იყოთ. მინდა რომ გადალახოთ ეს თქვენს თავში და გამოჯანმრთელდეთ. დღეს ნახავ მას. მზად ხარ რომ შეხვდა? მზად ხარ? ხო. შეგიძლია პირდაპირ უთხრა რაც გინდა. ყველაფერი კარგად არის? დიახ. ერთ-ერთზე გინდათ საუბარი თუ მეც აქ ვიყო? დარჩით თუ შეიძლება. თქვენ რა სიტყვით? დიახ, დარჩით. კარგი, დავრჩება. ერთად ვისაუბროთ. დიახ, სამივე. კარგი. მე მზად ვარ სასაუბროთ, მაგრამ არა იმაზე, რაც მოხდა. არ მინდა ამის გახსენება. ისევ ტკივილს მაყენებს. არ მსიამოვნებს. არ შემიძლია. რამე შეკითხვა თუ გაქვს, შეგიძლია დაუსვა. პასუხს გაგცემს. გაქვს შეკითხვები? რაც გამაუპატიურეს ვგრძნობ, რომ ცხოვრებაში ყველაფრის შესაძლებლობა დავკარგე. ყველა თვლის, რომ ეს ჩემი ბრალია. შენი საქციელის გამო სახელი გამიფუჭდა. ჩემ ზურგს უკან ყველა ჭორაობს. შენმე ცხოვრება დამინგრია. ყველაფრის შესაძლებლობა დავკარგე. შეეცადე არ იფიქრო ამაზე. შეეცადე მაპატიო და ყველაფერი დავივიწყოთ. ახლა ვიცი, რომ ყველაფერს ვიზამ, რაც მინდა. ახლა როცა დაგინახე, ყველაფრის გაკეთება შემიძლია. შემიძლია სასამართლოში გიჩივლო. ხალხმა იცის, რომ გამაუპატიურეს. საქმრო მიმატოვა. იმიტომ, რომ არ უნდა ცოლად მოიყვანოს გოგო, რომელიც ქალიშვილი არ არის.
შენმე ცხოვრება დამინგრია. მომავალი წამართვი. ამიტომაც ვითხოვე ეს შეხვედრა. ოცნობიერებ რაც ჩავიდინე. ეს ძალიან რთულია, მაგრამ მინდა რომ შვება ვიგრძნო. ამიტომ ვგთხოვ რომ მაპატიო. მაპატიე თუ შეგიძლია. ვიცი რაც ჩავიდინე და ეს საშინელებაა. შენმა საქციელმა ღია ჭრილობა დამიტოვა გულში. მაგრამ რადგან მოხვედი და პატიებას მთხოვ, ჭრილობა მიხორცდება. მადლობა. ომში შეიძლება საშინელებები მოხდეს. და ის რაც გამიკეთე, არასდროს დამტოვებს. მინდა რომ ეს გახსოვდეს. ახლა მე გპატიობ და შევეცდები რომ დავივიწყო ის ცუდი გრძნობები, რომლებიც გულში მაქვს. არ მეგონა თუ შევხვდებოდით. პატიება უნდა შევძლოთ. გპატიობ. მადლობა. რას მისცემ ახლა, როდესაც უკვე გაპატია. ბევრი არაფერი მაქვს, მაგრამ შემიძლია გოჭი ვაჩუქო. ვიცი რაც ჩავიდინე და ეს იყოს ჩემი გამოსასყიდი. რას ფიქრობ? როგორ ჩაიარა შეხვედრა? კარგად. ყველაფრის თქმა მოვახერხეთ. შვება იგრძენი? მიხარია რომ გააცნობიერა, რომ ჩვენც ადამიანები ვართ. ნამდვილად ასეა. მიხარია რომ ვაპატიე, ეს შვებას მომცემს. გამარჯობა, როგორ ხართ? გამარჯობა. მე ინფორმაციას ვაწვდი სექსუალური ძალადობის შესახებ. სამხრეთ კივუში დავასრულე საქმე და ახლა გომაში მივდივარ რომ მათაც მიიღონ ინფორმაცია. მომავალი ბუნდოვანია. იმიტომ რომ სექსუალური ძალადობა ისევ არსებობს. კონგოელი ხალხი დაიღალა. ქალები გააუპატიურეს, ოჯახები დაინგრა და საზოგადოება დაყოფილია. კონგოს მოსახლეობას მშვიდობა სჭირდება რომ ქვეყანა ისევ განვითარდეს და გაერთიანდეს. კონგო ჩემი ქვეყანაა და მინდა რომ აქ ისევ სიმშვიდემ დაისადგუროს. მშვიდობა. მადლობა ყველა ადამიანს, ვინც ხმამაღლა ისაუბრა და გაგვიზიარა თავისი ისტორიები, რაც წვლილს შეიტანს სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლაში კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. გახმოვანებულია მთავარ არხზე.